მოგესალმებით და გებრუნებით მორიგი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ უკვე შევისწავლით საბაზისო ნაწილს კიბერუსაფრთხოების. შევისწავლით როგორ ვნახოთ ჩვენი ფაილები, როგორ შევქმნათ ფაილები, როგორ ასე ვთქვათ, ვიმოგზაუროთ ჩვენს ფაილებში აქეთ-იქით. და მოკლედ დავიწყოთ მოდი Windows-ში როგორ ხდება ეს ყველაფერი. მე აქ დესკტოპზე გავამზადე ასეთი ფაილი pets1 რომელშიც შექმნილი მაქვს pets2 და რომელშიც შექმნილი მაქვს text ფაილი. მოდი ახლა როგორ ვიპოვოთ ეს ფაილი ჩვენი ტერმინალით. ჩვენ ვართ ახლა ამჟამად users PC-ზე. რა არის pets, ანუ ადგილმდებარეობა. ფაილის ადგილმდებარეობა არის აი აქ. არის ასე ეგ დავაჭერთ. ეს არის მთლიანი ფაილის ადგილმდებარეობა. აი ამ სივრცის სადაც ვარ ახლა. და მოდი ჩვენ როგორ ვიპოვოთ ახლა ეს ყველაფერი. ჩვენ თავიდან გვაქვს დესკტოპზე შექმნილი pets1. მოდი გადავიდეთ დესკტოპზე. რადგან დესკტოპზე რომ გადავიდეთ, ჩვენ დაგვჭირდება cd ფუნქცია. cd ფუნქცია რას აკეთებს? ჩვენ შეგვიძლია cd ფუნქციით, ასე ვთქვათ, ვიმოგზავროთ ჩვენს ფაილებში. შევიდეთ მაგალითად pets1-ის ფაილში, გამოვიდეთ უკან, შევიდეთ pets2-ში და ასე შემდეგ. მოდი შევიდეთ ახლა დესკტოპზე, desktop და როგორც ხედავთ, აი აქ მიეწირა დესკტოპი. აი ასე. მოდით ახლა შევიდეთ, ჯერ ვნახოთ, რა თქმა უნდა, არის თუ არა რა ფაილებია ჩვენს დესკტოპზე. დავწერთ dir და enter-ი. როგორც ხედავთ, აქ გამოჩნდა რა ფაილებიც არის ჩემი ფაილები და ეს ერთ-ერთი არის ჩვენი pets1. ჩვენ გვინდა შევიდეთ pets1-ში. დავწერთ cd და pets1. შევედით pets1-ში. ვნახოთ ახლა შიგნით რა არის. dir. დავწეროთ. ამ pets1-ში არის pets2. მოდი შევიდეთ ახლა pets2-ში. და აქ ვნახოთ რა არის. აქ არის უკვე text ფაილი, text.txt. ასე მარტივად ვიპოვეთ ჩვენი text.txt. ასევე არის კალი Linux-ში. მაგალითად, როგორიც არის cd ფუნქცია. cd ფუნქციით ჩვენ როგორც გითხარით, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ ფაილებში. მაგალითად, ჩვენ რომ ვნახოთ ახლა აი აქ ვართ users, როგორც აი აქ ვართ user-ში, თავიდან user და pc. ჩვენ აქაც ვართ user-ში. მოდი ვნახოთ რა გვაქვს აი ამ user-ის ფაილში. ამისთვის უნდა დავწეროთ else, არა dir. dir-ი არის Windows-ში. else-ის რომ დავწერთ, ჩვენ გვიჩვენებს თუ რა ფაილები ან ფოლდერები გვაქვს ჩვენს ამ ფოლდერში. ჩვენ ამჯერად main-ი გვაქვს, მაგრამ ეს ჩემი ფოლდერი არ გვჭირდება ჯერჯერობით. ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ ესე რომ ვთქვათ ფოლდერი. ამისთვის უნდა გავაკეთოთ ჩვენი ფოლდერი. ამ ფუნქციით mkdir. და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ სახელი. მაგალითად pets1. ისევ else-ი რომ მივცეთ, როგორც ხედავთ, აქ შეიქმნა. შეგვიძლია შევიდეთ აი ამ ფაილში. აი ასე ძალიან მარტივად, როგორც ხედავთ, აქ გამოჩნდა. ჯერ არაფერი არ აქვს შექმნილი. მოდი შევქმნათ mkdir. შევქმნათ pets2. ომიწერია dir. აქ უკვე შეიქმნა pets2. შევიდეთ ამ pets2-ში და შევქმნათ უკვე ჩვენ ფაილი. დავწერთ mkdir, არა. mkdir-ი გამოიყენება რომ შევქმნათ ფოლდერი. არა ფაილი.
ფაილის შესაქმნელად გვაქვს ორი გზა. პირველი გზა არის touch ფუნქცია. დავწერთ touch და ფაილის ნებისმიერ დასახელება, მაგალითად text.txt და txt-ის იმის ვაწერთ, რომ რისი ფაილია ვნახოთ. შეგვიძლია მივაწეროთ py, შეგვიძლია მივაწეროთ JavaScript, შეიძლება მივაწეროთ HTML და ასე შემდეგ. ჩვენ ამჯერად მივაწერთ txt, რადგან ჩვეულებრივი ტექსტ დოკუმენტი გვინდა. და როგორც ხედავთ, შეიქმნა ჩვენი text.txt. ახლა რა არის მეორე გზა? მაგრამ მეორე გზა რომ განახოთ, ჯერ ეს უნდა წავშალოთ. ეს რომ წავშალოთ, ჩვენ გვჭირდება rm ფუნქცია. rm is იგივე remove. და დავწერთ უკვე ჩვენ ფაილის დასახელებას text.txt. და როგორც ხედავთ, აღარ არის არაფერი წაიშალა. მოდი clear-ს დავწერთ და გავასვამთ თავებაქაურობას. და მეორე გზას განახებთ ახლა. დავწერთ nano. და ჩვეულებრივ შეიქმნა ფაილის შესაქმნელი სივრცე. ტექსტ დოკუმენტი. და მოდი ვნახოთ ახლა რის ჩაწერა შეგვიძლია. შეგვიძლია საერთოდ HTML-ის კოდი ჩავწეროთ, მაგალითად h1 და რაღაცეები, მაგრამ არა. დავწეროთ მაგალითად hello world. აი ასე ძალიან მარტივად და როდესაც ჩვენ დავაჭერთ Ctrl X ამოგვიგდებს გვინდა თუ არა შევინახოთ ეს ფაილი. რა თქმა უნდა, ვაწვევით Y-ს, რადგან yes გვინდა. და შემდეგ აი აქ უკვე ვარქმევთ სახელს, file name to write. და დავარქვათ text.txt. აი ესე, შემდეგ else-ით ვნახოთ და როგორც ხედავთ text.txt. ახლა რომ შევხედოთ ამ ფაილში, არის თუ არა ნამდვილად დაწერილი, ისევ დავწერთ nano და text.txt. ანუ nano ფუნქცია აკეთებს, რომ გამოაქვს ჩვენი notepad-ი. შეგვიძლია შევქმნათ ფაილი, შეგვიძლია შექმნილი ფაილი გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ძალიან მარტივად. ახლა გამოვიდეთ Ctrl X-ით უბრალოდ. ასევე ხდება Ubuntu-შიც და ასევე ხდება Windows-შიც. შემთხვევით გათიშე. კარგით. ეს იყო ძალიან გრძელი გზები ამ ყველაფრის გასაკეთებლად. მოდი ჩვენ წავშალოთ ახლა pets2, აღარ გვჭირდება. წავშალოთ pets2. ამისათვის ჩვენ უკან უნდა გამოვიდეთ pets-ში. დავწერთ cd და 2 წერტილი. როგორც ხედავთ, დავბრუნდით pets-ში. clear დავწეროთ. აი ესე. და ნახოთ, აქ გვაქვს pets2. მოდი წავშალოთ. დავწერთ rm და ფოლდერის დასახელება. არა. უნდა დავწეროთ ჯერ -d, რადგან გვინდა რომ მდირი, ანუ ჩვენი ფოლდერი წავშალოთ. და შემდეგ გადავცემთ უკვე pets2. არის მოქმედა, რადგან ჩვენი ეს pets2 არ არის ცარიელი. ჩვენ გვაქვს შექმნილი text.txt. ახლა გადავალთ არა. ჩვენ თავისუფლად დავწერთ rm ისე rm dash d არა dash f და უბრალოდ dash r და გადავცემთ pets2. ასე ძალიან მარტივად წაიშალა ჩვენი pets2. კარგი, ჩვენ უბრალოდ cd-ს დაწერით, უკან დავბრუნდებით. ასე ძალიან მარტივად. და მოდი ვნახოთ Windows-ში ახლა რა ხდება. აქ სამწუხაროდ არ არის
ასეთი ფუნქცია რომ ეგრევე უკან დაგვაბრუნოს, ასე რომ გვიწევს აი ეს წერტილებით გადმოსვლა უკან. მოდით ახლა პირდაპირ გადავხტეთ აი ამ ფაილში. უბრალოდ დავაჭერთ, ამას დავაკოპირებთ. შევალთ ისო ტერმინალში, დავწერთ cd, შემდეგ გავხსნით ბრჭყალებს და ჩავწერთ pads და enter-ი. პირდაპირ გადაგვიყვანა აი ამ pads-ზე. აი ასე ძალიან მარტივად შეგვიძლია ასეთი მოქმედებები მოახდინოთ. ვიმოგზაუროთ ფაილებში, წავშალოთ, შევქმნათ, დავაედიტოთ და ასე შემდეგ. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და თუ რაიმე შეგვითხართ, დააკომენტარეთ და დროებით.